გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა საზეიმო ღონისძიება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი საქართველოში და შეხვედრები მთავრობის წევრებთან. ფასების შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ ბაზრის ლიდერი ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებს მოусმინა ნავთობ იმპორტიორების თქმით მათი ბიზნესი 100%-ით იმპორტზეა დამოკიდებული. ამის გათვალისწინებით კი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნავთობ კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ვითარების მიუხედავად საწვავზე ფასის ზრდა საქართველოში მყისიერად არ მომხდარა. ამის მიზეზი კი მათივე თქმით მაღალი კონკურენცია, არსებული მარაგები და აქციზის დაბალი გადასახადია. უფრო მეც ნინო არღლიანი მოგვიყვება. საქართველოში ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასები სრულად საერთაშორისო ფაქტორებით არის გამოწვეული. ეს დღეს საპარლამენტო კომისიის ხდომაზე უმსხვილესი კომპანიების პირველმა პირებმა განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ირანში მიმდინარე პროცესების პარალელურად ბენზინზე ფასი 15%, დიზელზე კი 33%-ით გაძვირდა. ამ ფონზე კი საქართველომ მათივე განცხადებით შეძლო და ევროპულ ფასებთან შედარებით დაბალი ფასები შეინარჩუნა. დღეს ამის არაერთი მაგალითი დაასახელეს როგორც კომისიის წევრებმა, ასევე კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ფასების ამ დონეზე შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე ფაქტორით გახდა შესაძლებელი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი მათ მიერ შექმნილი მარაგებია. თქვენი კომპანიის მაგალითზე რა პერიოდის განმავლობაში შეიძლება მოგვცეს არსებულმა მარაგებმა არსებული ფასის შენარჩუნება, რაც არ იქნება დამოკიდებული და არ იქნება პირდაპირ კორელაციაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების ცვლილებასთან. ჩვენ 20 დღიანი მარაგი განვაზოგადეთ ფაქტიურად 2 თვეზე და რა იყო ამის კიდე ერთ-ერთი ინდიკატორი. ეს იყო შემცირებული მოხმარება მარტის თვეში, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვიღებთ მარაგებს, გქონდა გათვლა 30 დღემდე იმ რეალიზაციის პირობებში, როდესაც ეკონომიკა გაცილებით აქტიური იყო, არ იყო турბულენცია ფაზზე, მაგრამ რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ფასების შენარჩუნებასთან. ჩვენ არა გვაქვს სამწუხაროდ რაღაც ის მომავლის განჭვრეტის უნარი. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ მაინც თუ ეს პრობლემა მოგვარდა ამ სრუტესთან დაკავშირებული, მაინც ფასების დასტაბილურება მოხდება და შესაბამისად დადებითად აისახება ასევე ჩვენს რეგიონს. საქართველოში დღესდღეობით და ომამდეც და ომის შემდეგ ჩვენ დინამიკას ვაკვირდებით, რა თქმა უნდა, და არ ხელმძღვანელობთ მხოლოდ ომის პერიოდის ფასებით, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, მნიშვნელოვნად დაბალია. მაგალითისთვის დღეს 3.55 თუ არის საქართველოში პრემიუმის მარკის საწვავის ფასი, ჩვენს მეზობელ სომხეთში ეს არის 4 ლარი. ლარებზე გადმოყვანილი, რა თქმა უნდა. ასევე შემიძლია სხვა ქვეყნების ჩეხეთის მაგალითი მოვიყვანო, სადაც 5 ლარი და 42 თეთრი არის ფასი, სლოვაკეთის მაგალითი, სადაც 5 ლარი და 26 თეთრი არის. აღარ ვახსენებ, რა თქმა უნდა, იმ ევროპულ ქვეყნებს, სადაც 6 ლარს აღემატება. შესაბამისად, ძვირია ალბათ ეს ნარატივი არ გამოგვადგება, ძვირი არის რაღაცასთან შედარებით და მოგეხსენებათ, საქართველოს არ არის საწვავის მომპოვებელი ქვეყანა, შესაბამისად ვერ იქნება იმაზე უფრო იაფი, ვიდრე არის იმ ქვეყნებში, სადაც საწვავი მოიპოვება. ზრდას ამ პერიოდში, განსაკუთრებით მტკივნეულ პერიოდში ირანის კონფლიქტთან მიმართებაში იმაზე ორჯერ ნაკლები ზრდა გვაქვს ნაჩვენები, ვიდრე საერთაშორისო პლაცი გაიზარდა. ამ ეტაპზე კომპანია სანქციების ქვეშ არის 2025 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ამიტომ პრაქტიკულად იმპორტს აღარ ვაწარმოებთ, ანუ ნულია ჩვენი იმპორტის წილი, ასე ვთქვათ, ბაზარზე, თუმცა 25% იყო სანქციებამდე. ამ ეტაპზე უბრალოდ ყიდულობთ ადგილობრივ ბაზარზე, რადგან იმპორტის შეზღუდული გვაქვს. სანქციებისგან მიუხედავად კომპანიას აქვს ლიცენზია ოფაკისგან და ბრიტანეთის შესაბამისი უწყებისგან, რომ ფუნქციონირება ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა შესყიდვას საწვავის ვაწარმოებთ ჩვენი კოლეგებისგან და შესაბამისად აღარა ვართ ფასის, ასე ვთქვათ, დამდგენი ორგანიზაცია. ფინანსური ანალიზის საფუძველზე ითქვას, რომ პროდუქტის თვითღირებულება შეადგენს სადღაც მთელი გაყიდვებიდან 88-99%-ს,
საოპერაციო ხარჯი მერყეობს 7-დან 8%-მდე და ის სხვაობა რაც რჩება, ის არის საოპერაციო მოგება, რომელიც კომპანიას ხდება და ეს არის 2.5-დან 3%-მდე. ეს არის მთლიანი ბიზნეს მოდელი, რო შევაჯამოთ დღევანდელი საუბრის. ყოველივე ამას ჩვენ დასკვნაში გავიტანისწირებთ, ასევე თქვენს რეკომენდაციებს. ნავთობკომპანიებთან შეხვედრით დღეს კომისია მუშაობა დაასრულა. საწვავის მედიკამენტებისა და სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით ხვალ კომისია საბოლოო დასკვნას წარადგენს. მადლობა, ეს ნინო არღლიანი იყო. ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილეს საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ფიციდადეს თავდაცვის ძალების 51 და 53 ქვეითი ბატალიონების წევამდელებმა. თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას საიუბილეო თარიღი მიულოცეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. ერისიონის მიერ შესრულებული მრავალჟამიერის ფონზე კი თავდაცვის ძალების ვერტმფრენებმა გადაიფრინეს დროშებით 35 წელი სამშობლოს სამსახურში. საზეიმო ცერემონიის ოფიციალური ნაწილის შემდეგ სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების დღე არა მხოლოდ სამხედროების პროფესიული დღესასწაული, არამედ მთელი საზოგადოების ერთიანობის, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და ეროვნული თვითშეგნების გამოხატულებაა. ქართველი ხალხის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა. სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები დაუღალავად იბრძოდნენ საკუთარი იდენტობის, სარწმუნოებისა და მიწაწყლის დასაცავად. სწორედ ამ უწყვეტმა პრინციპულმა ბრძოლამ ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული ხასიათი და ის შინაგანი ძალა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას არაერთი ისტორიული განსაცდელი გადაატანინა. ჩვენთვის ქართველებისთვის სამხედრო სამსახური მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის ღრმა ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ტრადიციის, რომელიც ერთ მთლიანობად კრავს წარსულს, აწმოსა და მომავალს და ჩვენი ეროვნული ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს. დღეს ჩვენ გულისწყვილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქეთს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისთვის ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია. დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ გვაქვს უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალ პროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. დღეს, როდესაც სოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას. მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის ზად არის დაიცვას ჩვენი მიწაწყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. თქვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს. ძვირფასო წევამდელებო, თქვენ მიერ დღეს დადებული ფიცი არის იმ დიდი პასუხისმგებლობის დასტური, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისთვის იკისრეთ. ჯერა თქვენი სამსახური გახდება იმ ურყევი მშვიდობის საფუძველი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს წინსვლისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, ერთიანობაში, მშვიდობის შენარჩუნების უნარში. ძლიერი სახელმწიფო იქმნება არა მხოლოდ ძლიერი ჯარით, არამედ სწორი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს, ამყარებს პარტნიორობას, აძლიერებს ინსტიტუტებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის. მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, მშვიდობა არის შედეგი.
ეს არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუციების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში იძენს თავდაცვის ძალები თავის სრულ მნიშვნელობას. ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი. მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნის ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს. ქართველი მებრძოლი, რომელიც მუდამ თავგანწირვით იცავდა სამ ძირითად საუნჯეს, მამულს, ენას და სარწმუნოებას, ჩვენი ერის ისტორიისა და იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სულ ცოტა ხნის წინ თავდაცვის ძალებმა მთელ ქართველ ერთან ერთად უდიდესი პატივითა და სიყვარულით გააცილა უკანასკნელ გზაზე ჩვენი დიდი პატრიარქი და სულიერი მამა ილია მეორე, რომელიც მუდამ ავლენდა ზრუნვას ჯარზე და მის სულიერ სიმტკიცეზე. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო თითოეული თქვენგანის მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ ამ ღირსეული სამსახურისთვის. ქართველი ჯარისკაცის გმირობამ, სამშობლოს ერთგულებამ, თავგანწირვამ და შეუპოვარმა სულმა თავდაცვის ძალების ისტორია ყველასათვის მოწიწებისა და პატივისცემის მაგალითად აქცია. ჯარისკაცობა რჩეულთა საქმეა. ჯარისკაცის პროფესია კი საამაყო და ამავდროულად საპასუხისგებლო ცხოვრებისეული არჩევანი. ქართული ჯარი ყოველთვის იდგა იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა თუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, თუ ეს იქნებოდა საერთაშორისო მისიებში. ჩვენი შესაძლებლობების გაუმჯობესება დღეს აისახება მოდერნიზირებულ შეიარაღებაში, კარგად გაწვრთნილ და თანამედროვე აღჭურვილი ჯარისკაცებში. ჩვენი მთავარი საყრდენი არის პროფესიონალი ჯარისკაცი, რომელიც ფლობს ცოდნას და აქვს საბრძოლო სულისკვეთება. ჩვენი ძალა არის განათლებულ სამხედრო მოსამსახურეებში, ოფიცრებში, სერჟანტებში, სამოქალაქო პერსონალში, თითოეულში, ვინც ყოველდღიურად ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას. წლების განმავლობაში თავდაცვის ძალების ჯარისკაცები მონაწილეობდნენ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის ოპერაციებში. ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ საერთაშორისო სწავლებებში, სადაც ქართველი ჯარისკაცები მაღალ დონეზე ასრულებენ და ღირსეულად ასრულებენ მათთვის განსაზღვრულ ამოცანებს. ხარდაჭერისათვის სურს მადლიერება გამოხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და თავდაცვის ძალების სახელით მადლიერება გამოვხატო ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მუდმივი მხარდაჭერისათვის. თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 30 აპრილი საქართველოსა და ქართული ჯარისთვის ისტორიული თარიღია. 35 წლის წინ 1991 წლის 30 აპრილს თბილისში პირველი აღლუმი გაიმართა, სადაც ქართულმა ჯარისკაცებმა სამშობლოს წინაშე სამხედრო ფიცი დადეს. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრძანებით მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება. დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი დღეს მოაწერა. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა იუსტიციის მინისტრმა. პაატა სალიამ ისაუბრა გატარებულ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ დანერგა გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მსოფლიოს მასშტაბით დისტანციურად განახორციელონ უძრავი ქონების ტრანზაქციები უსაფრთხო ციფრული ხელმოწერის, ინტეგრირებული იპოთეკური სერვისების გადახდების დამუშავების და ელექტრონული საკუთრების გაცემის გზით. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებსა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე განახლებადი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტურიზმის სფეროებში. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორების ჩართულობით ჩამოყალიბდება საინვესტიციო პროექტების განხილვის ქმედითი მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით. მაღალი ინტერესი დაფიქსირდა როგორც სატრანსპორტო ლოჯისტიკის, ასევე ენერგეტიკის მიმართულებაზე, ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით საქართველოში. შევთანხმდით კონკრეტული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, სადაც შევლენ როგორც
სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები ამ აღნიშნულ ფორმატში ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებს. არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ უძრავი ქონების სექტორსა და პორტების საქმიანობაში მიღწეულ პროგრესზე. ასევე ორ ქვეყანას შორის პარტნიორობაზე ენერგეტიკის, ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებებით. ჩვენ განვიხილეთ ლოგისტიკის სფეროში მიმდინარე პროექტები, რომელსაც AD პორტი ახორციელებს საქართველოში და ინვესტიცია უკვე განახორციელა. ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. რაც შეეხება სხვა პროექტებს, მაგალითად უძრავი ქონების დარგში Eagle Hills-ი უკვე კარგად არის დამკვიდრებული ბაზარზე და აქტიურად ცდილობს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება დანერგოს. არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას უმასპინძლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგროსასურსათო მიმართულებით თანამშრომლობაზე და აღნიშნულ სფეროში საქართველოს ექსპორტის პოტენციალზე. ვაჭრობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის პრაქტიკულ დონეზე გაძლიერების მიზნით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას. განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი შესაძლებლობები, საქართველოს პოტენციალი აგროსასურსათო პროდუქტთან მიმართებაში, განხილული იყო იმ ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები აგროსასურსათო პროდუქტის, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, შესაბამისად განსაზღვრული იყო, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე პრაქტიკულ რეჟიმში გადაიყვანს ორმხრივ ურთიერთობებს, შესაბამისად განსაზღვრული იქნება ჩარჩო მემორანდუმი, რომელთაც შესაძლებელი იქნება, რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს ორმხრივი ვაჭრობები. მმართველი გუნდის შეფასებით, პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის მიზნები პირველივე გადაცემაში გაიშიფრა. მათი თქმით, შეტევა ეკლესიაზე არის მცდელობა და აზიანონ ის, რაც ქვეყნისთვის ღირებულია. ქრონიკამ კითხვით მიმართა პოლონეთის საელჩოს, რა პასუხი აქვთ ეკლესიაზე თავდასხმაზე და უნდა ველოდოთ თუ არა მათგან რაიმე სახის რეაგირებას. რა გვანახა სინოდის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ? მოგესალმებით, ჩემი და სამწუხაროდ და მე ასე ვფიქრობ, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სამწუხაროდ. დღეს რაც ვნახეთ, ჩვენ ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, თუ რაოდენ დიდია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსული გავლენა. სამწუხაროდ პოლონეთმა გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო დონეზე ამ მასშტაბით უშუალოდ თავად იყოს წინამძღოლი, როგორც ჩანს, ამ დეზინფორმაციის საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს ეკლესიის და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ. საქართველოს მოძღვრავენ დემოკრატიაზე, ასწავლიან როგორ უნდა იყოს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და ასე შემდგომ. მეორე ხელით თავად ძირს უთხრიან დემოკრატიას იმ ინსტიტუტების მიმართ, რომელთა მიმართაც საზოგადოებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი ნდობა, დამოკიდებულება, პატივისცემა, როდესაც ასე უხეშად შეურაცხყოფ ფაქტობრივად ამ ინსტიტუტებს, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ამ ყველაფრის რა არის? მიზანი სადმე ჩარევა კი არის, მიზანი არის სოციალური შუღლის და ამ დაპირისპირების გაღვივება. საქართველოს მიმართ, პატარა ქვეყნის მიმართ ესეთი პროპაგანდისტული გალაშქრება, განსაკუთრებული იმ კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რასაც ქვია საქართველოს ქცევა ამ პროქსი სივრცეთ, სადაც გავლენები ექნებათ იმ ძალებს, რომლებსაც გარკვეული პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ. ეს აშკარა პროპაგანდისტული სტრუქტურაა, რომელიც ილაშქრებს საქართველოს წინააღმდეგ და კვლავ გაძლიერებას ლამობს იმ ექსტრემიზმისა, ექსტრემისტული მოძრაობისა, რომელიც საქართველოში არაერთხელ ვიხილეთ ბოლო პერიოდში. ოპოზიციურ ალიანსს ყალბს და ფასადურს უწოდებს მმართველი გუნდი. მათი შეფასებით ეს კარგად ჩანს იმ შეხვედრებზე, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს არ უშვებენ. ოპოზიციაში კი დაპირისპირება გრძელდება, ამჯერად Facebook სტატუსებით ერთმანეთს კვლავ თამარ ჩერგოლეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ. ფედერალისტებისთვის სააკაშვილის მოწოდებები უინტერესო და არაფრის მთქმელია. მიხეილ სააკაშვილი კი ოპონენტების საპასუხოდ ამბობს, რომ მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. მეგობრებო, სააკაშვილის Facebook მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედა რომ გაუვიდეთ. თავისი პარტიითა ფრუსტრირებული იმათ ელაპარაკება, იმედია დაუჯერებენ და გამოსწორდებიან. ვინც თავის რეალიზაციას ჩემს საქმენაში პოულობს, იმას არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმები განპირობებული არის კომპლექსით. ყველა იმ პოლიტიკოს
რომელსაც თავის სტრატეგია და აქვს გამختარი მიხეილ სააკაშვილიძე და ნაცნობრობაზე თავდასხმა ნამდვილად ვერ ექნება პერსპექტივა. როგორც ჩანს, ისინი წინასწარ არჩევენ და ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრა. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად, რაღაცა დავალების შესასრულებლად აწყობენ ამ ეგრეთ წოდებულ შეხვედრებს, მე სწორად გამიზნულად უწოდებ ეგრეთ წოდებულ შეხვედრებს, იმიტომ რომ ეს შეხვედრა არის მხოლოდ და მხოლოდ ეტყობა რაღაცა ანგარიშგებისათვის მოწყობილი, რომ აი დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედით. რეალურად მოძალადე მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ეხლა ვითომ ცდილობენ საზოგადოებასთან ახლო კომუნიკაცია იქონიონ, ამავდროულად შეხვედრებიდან ყრიან ხალხს, ჟურნალისტებს არ უშვებენ, რანაირი შეხვედრებია იქ, სადაც ადამიანები თუნდაც სხვადასხვა მოსაზრების არესწრებიან, ან თუნდაც მხოლოდ ერთი პროპაგანდისტული მიმართულების ტელეარხები აშუქებენ, ნათელია, რომ მათ არაფერი არ აქვს რეალურად საზოგადოებასთან სალაპარაკო. სინამდვილეში არანაირი მხარდაჭერა მათ არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების და ეს ყველაფერი არის იმდენად ფასადური, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ყველანაირად განულებულები არიან და ცხადია ამას აქვს თავისი ახსნა. როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, აფასებს არსებულ სიტუაციას, ვის რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებით, ვის რა ინტერესი აქვს, შესაბამისად, ყველამ კარგად ვიცით ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არის მათი პატრონები, რა მითითებებს აძლევენ, რომ მათ პოლიტიკურად არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. 2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 10.7% შეადგინა, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა კი 9.1%-ით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, პროფესიულმა სამეცნიერო და ტექნიკურმა დარგებმა შეიტანა. სააგარიშო პერიოდში DGG-ს გადავხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 13.4%-ით გაიზარდა და 15 მილიარდ 600 მილიონ ლარს მიუახლოვდა. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, შენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, კერძოდ როგორც მოგეხსენებათ, ექსპორტის დაახლოებით 23%-იანი ზრდა გქონდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც ნიშნავს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას 75%-ზე მეტად გაიზარდა. ასევე რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ტურისტული შემოსავლების კუთხით ქვეყანაში. საქართველოს აგრძელებს ძლიერ განვითარებას. ჩვენ ხედავთ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს რამდენიმე ბოლო წლის განმავლობაში მიაღწია დიდი შედეგებს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ბუნებრივია ველოდებით, რომ წლევანდელი წელიწადი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჯულაძის, ლაშა ბერიძის და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის ნაწილმა მოსამართლეს დასკვნითი სიტყვით მიმართა. დაკავებულებს პროკურატურა ედავება სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ჯგუფურად, მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებისთვის. მე აქციის ორგანიზატორი არ ყოფილვარ. პრეზიდენტის სასახლესთან ან რამე მიმართულებით გადაადგილების შესახებ ჩემთვის ინფორმაცია ცნობილი არ იყო. როგორც გამომსვლელების სიტყვები, ასევე მისი ტექსტები ჩემთვის არავის შეუთანხმებია. არათუ რამე ძალადობრივი აქციის, არამედ მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორიც არ ყოფილვარ. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირთა სასამართლოს სხდომები დასასრულს უახლოვდება. ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე სრულყოფილად გამოიკვლია ის მტკიცებულებები, რომლებიც წარმოადგინეთ სასამართლოს წინაშე, შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს გამომტყუნებელ განაჩენს. ახლა კი უცხოეთის ახალი ამბები, ბრენტის ნავთობის 7%-ით გაძვირდა და 1 ბარელის ფასმა $126 მიაღწია. ეს 2022 წლის ენერგოკრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნედლი ნავთობი, ბენზინისა და დიზელის საკვანძო კომპონენტია, შესაბამისად ბაზარზე საწვავის ფასმაც მოიმატა.
პოლიტიკოს ცნობით ევროპა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირში ირანის ომის ფონზე უფრო და უფრო მატულობს შიში, რომ საწვავის მარაგი იწურება. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ევროპამ ამ დროისთვის ისიც არ იცის კონტინენტზე რა რაოდენობის საწვავია დარჩენილი და დროის რა მონაკვეთში შეიძლება ამოიწუროს. პოლიტიკოს ცნობით განსაკუთრებით ბუნდოვანია ინფორმაცია დიზელისა და რეაქტიული საწვავის მარაგის შესახებ. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ თუ ჰორმუზის სრუტე უახლოეს დღეებში საწვავის ტრანსპორტირებისთვის არ გაიხსნება, ევროპას და მსოფლიოს კატასტროფული შედეგები ელის. ტრანსპორტის საკითხების ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ტრანსპორტის არც ერთი სახეობა არ არის დაზღვეული საწვავის დეფიციტისგან. ბერძენმა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ საწვავის მარაგების მიუხედავად ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ენერგორესურსებზე ფასის ზრდა ახდეს. ქალაქ პერმში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო იწვის. ხანძარი უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა. ცეცხლი უკვე ნავთობპროდუქტებით სავსე 4 რეზერვუარს უკიდია. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საწარმოს მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ქრონიკა 17-ზე ამით დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნატა მახვილაძე განაგზობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.